შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის, ნათქვამია ინფორმაციაში. უმეტულება არის და დამწვალია და ფერფლია ყველაფერი და მეტი არაფერი არ ვინახია გამოდრიალდი წამო. გარდაცვლები არიან. არ ვიცი, არავინ არის შე რა ვიცი, ნაპოვნი ყავთ ერთია როგორ თქვენ, არავინ არის ის რამდენი არიან, ვინ არიან, გარდაცვლები არიან, ცოცხლები არიან, არაფერი არ ვთქვით. ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან. გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მიმდინარე სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრესპიკერმა გაფართოების საკითხებში გიომ მერსიემ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კარგად ჩანს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში. გასულ კვირას ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ და ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათლად იყო გამოკვეთილი. გულისხმობ, რომ ყველა მოვლენის გათვალისწინებით ანიტა ჰიპერმა უკვე გამოხატა ღრმა შეშფოთება ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით, რაც შეეხება გაფართოების ანგარიშს. ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიში აჩვენებს, რომ ევროკავშირი გაწევრიანების რეფორმისგან უკან დახევა იყო და ეს ნამდვილად უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. ამგვარად სიტუაცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად გაუარესდა და ჩვენ აღნიშნეთ დემოკრატიული უკანდახევა. რაც შეეხება გაწევრიანების გზაზე არსებულ სიტუაციას, როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელს ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც იცით, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან. გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მიმდინარე სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე, ასე რომ რაც შეეხება გაფართოების ანგარიშს, გაფართოების ფორუმს შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე, განაცხადა ევროკომისიის პრესპიკერმა გაფართოების საკითხებში გიომ მერსიემ. ცნობისთვის ბრიუსელში 18 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიმართება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირდა ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად საჯარო მოხელეებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ რიკორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი 30 წლის განმავლობაში, ქონებრივი დეკლარაციების შევსების და მისი ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 85 ხმით ერთხმად დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი ქართული ოცნება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 180 დღით შეაჩერა კეისრის აქტის ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები. 2020 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო კეისრის აქტი, რომლის მიხედვითაც სანქციები შეეხებოდა ყველა იმ კომპანიას, რომლებიც თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან, ასევე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კავშირში იყვნენ სირიის მთავრობასთან და ყველას, ვინც სირიის ფინანსურად დახმარებას შეეცდებოდა. ამავდროულად დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ყველანაირად ეცდებიან სირია წარმატებულ ქვეყნად აქციონ, რადგან ის ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს. მან ასევე სირიის პრეზიდენტს ძლიერი ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია სირია წარმატებულ ქვეყნად აქციოს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობებზე მუშაობს. თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატებისა და სირიის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა.